საღამოშვიდობის მოგესალმებით ყველას, ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი მიხეილ მესხის სტადიონიდან იქნება და აქვე ვიტყვი, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი რესპონდენტი მეყოლება, საყვარელი გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი არასოდეს არ არიდებს კითხვებს, პასუხებს თავს და შესაბამისად საუბრობს ყოველთვის გულწრფელად, საუბრობს იმას, რასაც ფიქრობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ვიდრე მასთან დავიწყებდით საუბარს და წარმოგიდგენთ, აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი არხის გენერალური სპონსორია ლიდერ სპორტი, სპონსორები არიან კომპანია ლაგი და კომპანია ვიტამინი და აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნუ დაიზარებთ, გამოგვიწერეთ YouTube-ზე დვალიშვილთან, სადაც თქვენ ძალიან ბევრ საინტერესო ინტერვიუს, ექსკლუზიურ ვიდეოს და ასევე ვიზუალურ მასალას შევხვდებით. მოკლედ, დღეს ჩემი ამ ეპიზოდის სტუმარია 21 წლამდე ნაკრების თავმჯდომარე რამაზ სვანაძე. ამ ინტერვიუს ჩაწერა ჯერ კიდევ სლოვაკეთში მინდოდა, თუმცა სავსებით ლოგიკურად და აბსოლუტურად ვეთანხმები ნაკრების პრესამსახურის ხელმძღვანელობას არ მოხერხდა გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მჭიდრო გრაფიკში იყო იქ თამაშები. მოკლედ, ბევრი რომ არ ვისაუბრო, რამაზ მოგესალმები, მადლობა რომ გამონახე დრო, დაგვითმე დრო და იღებ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. მოდი, დავიწყოთ საუბარი იმით, რომ გავიდა გარკვეული დრო, შეიძლება დასვენება ვერ მოასწარი და ეს ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ შენი ორგანიზმის როგორც ფეხბურთელების თავისებურ სტრესს განიცდი და მაგრამ ალბათ გაანალიზების დრო მაინც უკვე გასულია და პირველი ანალიზი მინდა მოვისმინო შენგან. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება გავლენილ ევროპის ჩემპიონატს, საერთო ჯამში ვთვლი, რომ ჩვენთვის ეს ევროპის ჩემპიონატი შედგა და დადებითის გარდა სხვანაირად მე ამ ევროპის ჩემპიონატს ვერ შევაფასებ, უბრალოდ მე მინდა გავყო და ორი ძირითადი მომენტი გამოვყო ამ შეფასებების დროს. პირველი ეს არის მთლიანი ციკლის და მთლიანად ამ თაობის შეფასება. იმიტომ რომ ერთია ის რომ ჩვენ კონკრეტული ევროპის ჩემპიონატი ვითამაშეთ და ევროპის ჩემპიონატს თავის ამოცანები, თავის მიზნები და თავის რეალობა ჰქონდა და მეორე არის უკვე მთლიანი სურათი, რომელიც იყო ჩვენს ირგვლივ, იყო მოცემულობა, რომ წინა ევროსგან განსხვავებით უკვე მთლიანად შეიცვალა თაობა, მოვიდა ახალი თაობა, თუმცა მიზნები უცვლელი დარჩა. ჩვენი მთავარი მიზანი მაშინ იყო ის, რომ ჩვენ ყოლოდა კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელიც რეალურად იბრძოლებდა გასასვლელად ევროპის ჩემპიონატზე და თუ ამ ჭრილში განვიხილავთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადებითად ფასდება. ეს ისტორიული მოვლენა იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ პირველად მოვახერხეთ ის, რომ სუფთა სპორტული პრინციპების დაცვით მოხვდით ევროპის ჩემპიონატზე. ეს ძალიან დიდი წარმატება იყო ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და ეს იყო ძალიან დიდი იმედის მომცემი და რწმენის გამჩენი შემდეგ თაობებში, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მთლიანად ეს კამპანია რაც იყო ჩვენს ირგვლივ იყო ძალიან წარმატებული, იყო ძალიან დადებითი და იყო ისტორიული. ეხლა რაც შეეხება უკვე ევროპის ჩემპიონატს. ევროპის ჩემპიონატს ჰქონდა უკვე თავისი კონკრეტული მიზნები, როდესაც გასული ხარ ევროპის ჩემპიონატზე, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება შენთან ჯგუფში და ყველა მეცით რომ ურთულეს ჯგუფში ვიყავით, იქ უკვე არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ იქ ტურისტებად ჩავიდეს, ჩვენი განწყობაც შესაბამისი იყო, ჩვენი განწყობა ყოველთვის ესეთია, ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმუმი მივიღოთ ყველაფრიდან, სადაც თამაშობთ და მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ამხანაგური თამაშიც უკვე ევროპის ჩემპიონატი, ამიტომ განწყობა ესეთი იყო. საერთო ჯამში ვთვლი, რომ გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ჰქონდა მცირე ხარვეზები, რომელიც საბოლოო ჯამში უკვე იმაში შეგვიშალა ხელი, რომ ჩვენ კიდევ ერთი სენსაცია მოგვახდინა და კიდევ ერთხელ დაგვეძლია ჯგუფური ეტაპი. ამ ყველაფერზე ალბათ მოგვიანებით ვისაუბრებთ და შევეხებით, თუმცა საერთო ჯამში მაინც ვთვლი, რომ ეს ყველაფერი იყო წარმატებული, მთლიანი ციკლი იყო წარმატებული, ჩემთვის როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის და ალბათ ყველა მწვრთნელისთვის, ყოველთვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მან მიიღოს მაქსიმუმი იმ თაობისგან და იმ გუნდისგან, რომელიც მის ხელშია. მე ვთვლი, რომ ჩვენ მაქსიმუმი მივიღეთ მთლიანობაში, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე იყო მომენტები, იყო ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი და ვთვლი, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ და თამაშმაც აჩვენა, რომ ჩვენ მქონდა იმის შანსიც, რომ დაგვეძლია უკვე ჯგუფური ეტაპი, თუმცა სამწუხაროდ ეს ყველაფერი ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ესეც დიდი გამოცდილებაა, როდესაც მე ხელშემშლელ ფაქტორებზე ვსაუბრობ, ამ ყველაფერს დეტალებში დარწმუნებული ვარ, მოგვიანებით შევალთ, მაგრამ მთლიანობაში უნდა ვთქვა უცლებად, რომ ეს ყველაფერი შედგა, ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო და ეს ყველაფერი კიდევ ერთი დიდი ფურცელი იყო ახალგაზრდა ქართული ფეხბურთელების ისტორიაში.
კი ბატონო, შესავალი შტამბეშტავი იყო, ნამდვილად აუცილებლად ვისაუბრებთ ხელისშემშლელ პირობებზე. მე უბრალოდ არ მინდა, რომ ვიღაცამ გაიგოს, რომ ან მე, ან შენ აქ თავისმართლების რეჟიმში და არავითარ შემთხვევაში იქ იყო პრობლემები, რომელზეც ყველა ის ჟურნალისტი, ვინც სლოვაკეთში იყო და სხვათა შორის აღნიშნავდი ინტერვიუს დაწყების წინ, რომ ის რაოდენობა, რაც საქართველოსდან ჟურნალისტები იყვნენ ჩამოსული, ეგ რაოდენობა არც ერთ ქვეყნიდან არ ყოფილა. ეს სხვა თემაა, ვისაუბრებთ აუცილებლად ამაზე, მაგრამ შენ ხაზი გაუსვი შესარჩევ ციკლსაც, რო კმაყოფილი ვიყავიო და მე უკვე მე მინდა კითხო პლეი-ოფის თამაში გავიხსენოთ ხორვატიასთან. არა დეტალებით, უბრალოდ პარალელი მინდა გაგავლებინო, იმიტომ რომ ის გუნდები, რომლებიც ჩვენ ყავდა ჯგუფში, მე არ ვთვლი, რომ ხორვატიაზე გაცილებით ძლიერები ან რანგით მაღლა მდგომები ყოფილიყვნენ. ნუ თუ არ ჩავთვლით ერთი პოლონეთი, თუმცა პოლონეთის სიძლიერეზე ნამდვილად ვერ დავაკნინებ ამ გუნდის ფიზიკურ მონაცემებს. რაც შეეხება უკვე კონკრეტულ მოწინააღმდეგეებს, ვინ ჯგუფში ყავდა, დავიწყებ იმით, რომ დავიწყებ საფრანგეთით მაშინ, საფრანგეთს რაც შეეხება ყველაზე დიდი და თვალშისაცემი და განმასხვავებელი ამ გუნდის თამაში, გარდა მისი ხა ისტორიისა, ტოპ ქვეყანა, ტოპ გრანდი, საფეხბურთო რა თქმა უნდა, იყო ის უდიდესი გამოცდილება და რომელიც ძალიან დიდ სხვაობას გვაძლევს უკვე ჩვენ რეალურად თამაშის პროცესში. არ ჩამოთვლი ხა ბევრს თუ სათამაშობენ, როგორ თამაშობენ და თუ როცა გამოცდილებაზე ვსაუბრობ, ხო, წარმოუდგენელია არ ვახსენო ის ფაქტი, რომ ისინი იმ ყველაფერს იმ თამაშებს, იმ წნეხს, იმ თამაშებში, რომელიც მოდის, თუნდაც იგივე ბალოტწუთები რო ავიღოთ საფრანგეთთან, ხო, ეს იმ ყველაფერს ესენი თავის კლუბებში გადიან. გადიან ყოველკვირეულად, ამიტომ ეს მათთვის უკვე ძალიან დიდი პლუსია, ის პლუსი, რომელიც მათ ყოველთვის გამოვარჩევთ. იგივე ძალიან სისტემური პორტუგალიის ნაკრები და ფიზიკურად ძალიან ძლიერი და საკუთარი ხელწერის მქონე პოლონეთის ნაკრები. მათ ამ გუნდებს პარალელს თუ გავუვლებთ ხორვატიის ნაკრებთან, ხო? არანაკლებ ნიჭიერი ხორვატიის ნაკრები, ინდივიდებისგან დაკომპლექტებული, ძალიან ნიჭიერი ინდივიდებისგან დაკომპლექტებული ხორვატიის ნაკრები, რომელსაც უკვე თავისი იდენტობა, თავისი როლი თანამედროვე ფეხბურთში უკვე ძალიან დიდი ხანია უკვე ნაპოვნი აქვს. მაგრამ განმასხვავებელი ამ ყველაფერში იყო ის და ეს უნდა გამოვყოლწრებდეთ, რომ ეს იყო პირველ რიგში ის გუნდურობა, რომელიც მე ვთვლი, რომ ხორვატიაზე მეტი შედარებით აი იმ გუნდებს ჰქონდა, რომელთაც ჩვენ მოგვიწია დაპირისპირება. მე აქ არ ვსაუბრობ ინდივიდებზე, ხორვატები ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, ძალიან ნიჭიერი ზოგადად, თუმცა ვინ ეტყვის, რომ თუნდაც იგივე პორტუგალია, საფრანგეთი ვინმეზე ნაკლებად ნიჭიერია ფეხბურთში, მაგრამ თავარი განმასხვავებელი მაინც იყო ის გუნდურობა, რაც ბევრად მეტი ჰქონდა იმ გუნდებს, რომლებიც უკვე ჩვენ ჯგუფში მოგვიწია როდესაც ევროპის ჩემპიონატზე. კი ბატონო, მოდი ვიდრე დავიწყებდეთ ესე კონკრეტულ თამაშებზე გადავალ და განხილვას დავიწყებდით ამ თამაშების. მინდა კითხო ხელისშემშლელ ეს ქრონოლოგიურად მივყვეთ. პოლონეთის თამაშამდე ხელისშემშლელი პირობები, ფაქტორები ძალიან ბევრი იყო, რამაც საბოლოო ჯამში მთელ ევროპის ჩემპიონატზე იქონია გავლენა და მოდი რომ მივყვეთ და ერთ-ერთი უმთავრესი, რასაც შენ თვლი, რომ ჩვენ პირობითად ვერ გავედით ჯგუფიდან მაგალითად. ჯერ დავიწყებ იმით, რომ როდესაც მე ხელისშემშლელ ფაქტორებზე ვსაუბრობ, ჩემთვის ახლა მარტივია ეს ყველაფერი, რატომ? იმიტომ რომ უკვე მორჩენილია ევროპის ჩემპიონატი, ანალიზი გაკეთებულია. ამიტომ რა თქმა უნდა, ბევრად მარტივია ამ ყველაფერზე საუბარი, თუმცა არ შეიძლება არ აღნიშნო ერთი ფაქტი, რომ ჩვენ რომ სულ იდეალურ მდგომარეობაში ვყოფილიყავით, ევროპის ჩემპიონატის დასაწყისში გულისხმობ რა თქმა უნდა ტრავმირებულ ფეხბურთელებს, გულისხმობ იმ ფეხბურთელების ძალიან დიდ ჯგუფს, სხვათა შორის თან ჯგუფს, რომელიც რეალურად გამორჩეული იყო ჩვენთან ნაკრებში, რომლებზეც ძალიან ბევრი რამე იდგა ჩვენს ნაკრებში, შესარჩევი რო იყო ხედველობაში და რომლებიც სამწუხაროდ ნუ ფეხბურთია, ვერაფერს ვერ ვიზავთ, მათ ცდა არ დაუკვირდეთ და მე მათ მიმართ პრეტენზია არაფერი შემოგვს, უბრალოდ აქ იყო კონკრეტულად ის, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ისინი დარჩენილ თამაშებლები საკუთარ კლუბებში. ეხლა არ შეიძლება რომ ამ ყველაფერმა აღიარ დაასვას უკვე ნებისმიერი ფეხბურთელის თუ გუნდის გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა ეს გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ დაუბრუნდა უკვე ჩემპიონატ ნაწილს თქვენი კითხვის, გარანტირებული ჩვენ არც იმ შემთხვევაში გვექნებოდა ჯგუფიდან გასვლა თუ ჩვენ ვიქნებოდით იდეალურ მდგომარეობაში და ideალური შემადგენლობით წარმოდგენილი. ძალიან კარგია ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება საქართველოში. ძალიან კარგია ის წარმატებები, რაც კონკრეტულად ფეხბურთში გვაქვს, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, იმედის მომცემია და ყველაზე დიდი მიღწევაა, მე ესე ვთვლი რეალურად ყველაზე დიდი მიღწევაა, რაც ჩვენს ბოლო პერიოდში გვაქვს, სტაბილური წარმატებაზე მაქვს საუბარი და უკვე სისტემატიური თამაში ევროპის ჩემპიონატზე და მე ვიცი ძალიან კარგად თუ რა მოლოდინებს ქმნის ეს საზოგადოებაში და ჩვენს გულშემატკივრებში. უკვე ჩდება იმის მოლოდინი, რომ ჩვენ აუცილებლად
რაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა დავამარცხოთ ყველა და ყველაფერი მოვიგოთ, გასაგებია ეს ყველაფერი, მისაღებია ეს ყველაფერი და ჩვენც იმიტომ ვართ ფეხბურთში, რომ ამ მიზნისკენ წავიდეთ. თუმცა ასევე მინდა ვთქვა აუცილებლად, რომ ჩვენ ესეთი მეტოქეები ყავდა, რომელთანაც არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენზე ბევრად განვითარებული ტოპ ქვეყნები ესე თამამად ქულებს ვერ გეგმავენ. რეალურად ძალიან რთულია ის, რომ ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატზე გრანდები ჩატოვო ჯგუფში და აქაც ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ სიტუაციაში მაინც ყველაზე მთავარი ჩემთვის როგორც მთავარი ცოლისთვის იყო ის მომენტი, რომ ჩვენ ყოფილიყავით კონკურენტუნარიანები და ბოლო ტურამდე გვქონოდა გასვლის შანსი რეალურად ჯგუფიდან. თქვენც იქ იყავით და იცით ძალიან კარგად, რომ ეგრეთ წოდებული აი მეორე ეშელონის ქვეყნებს შორის ერთადერთი ნაკრები ვიყავით, რომელსაც ბოლო ტურამდე ჰქონდა დარჩენილი შანსი ჯგუფიდან გასვლის, ერთ-ერთი რთული ჯგუფიდან, მთლიანად ევროპის ჩემპიონატი რო ავიღოთ. ამიტომ ვერ დაგეგმავ ესე მარტივად ამ ყველაფერს, მაგიტომ ვამბობ, რომ კმაყოფილი ვარ საერთო ჯამში მე ამ ყველაფრის და ის ფაქტორები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ხო, რეალურად ჩვენ მოგვიწია ძალიან ბევრი რამის შეცვლა ბოლო შეკრებაზე ავსტრიაში. და რთული იყო იმ მხრივ, რომ 2 წელიწად ნახევარი ეს გუნდი თამაშობდა და კონკრეტულ ჩვენ ყოველთვის კონკრეტულ ინდივიდებს ვაყენებთ ფეხბურთელებს, ხო და მთელი ეს პერიოდი ეს იყო ესე და რაღაც მომენტში უკვე ჩვენთან ბოლო შეკრებაზე დროის სიმცირე დეფიციტი რაც ყოველთვის ახასიათებს სანაკრებო ფეხბურთს, მანდ უკვე მოგვიწია ჩვენ უკვე ძალიან ბევრი გადაწყობა. გადაწყობა მარტო არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთი ფეხბურთელი გამოვიყვანოთ, მეორე ფეხბურთელი შევცვალოთ. აქ არის უკვე საუბარი სისტემურ გადაწყობაზე, თამაშის სხვადასხვა ფაზებში, აქ არის უკვე საუბარი და აუცილებლად მინდა აღვნიშნო უკვე ის ფაქტორები, რომ როდესაც ყველა ფეხბურთელი მსყოფშია, უკვე ჩვენ გვაქვს უკვე სისტემების ხშირი ცვლის და მანევრის საშუალება თამაშის დროს და პლუს ამას ემატება უკვე ძალიან კარგი მყარი სკამი, სათადარიგო სკამი და მათი უკვე ჩართულობა უკვე თამაშის პროცესში, ან იგივე როტაცია, ამ ყველაფერს ჩვენ სამწუხაროდ მოკლებული ვიყავით. გამომდინარე ცენტრალური ცველების ტრავმებისგან და რაღაც ისეთი სიტუაცია შეიქმნა, იმიტომ რომ ტრავმები ფეხბურთის ჩვეულებრივი ნაწილია, მაგრამ არ მახსენდება სიტუაცია, რომ ერთ პოზიციაზე ამდენი ფეხბურთელი გამოკლებული იყოს, ამიტომ მანდაც შეგვექმნა უკვე დაცვაში რეალურად პრობლემები, განსაკუთრებით ჩვენ თუ ვილაპარაკებთ უკვე საჯარიმოში თავდაცვაზე, მან ჩვენ ჰქონდა პრობლემები. ვეცადეთ, რომ გუნდურად გამოგვესწორებინა ეს ყველაფერი. იყო მომენტები, რომ ძალიან კარგად გამოგვივიდა, იგივე თუნდაც პოლონეთთან, იმიტომ რომ პოლონეთის მოგებაც ძალიან რთული საქმეა თანამედროვე ფეხბურთში, არ არის ესე მარტივი ეს ყველაფერი და პოლონეთმა თავის შედეგებით დაამტკიცა ეს ყველაფერი, რომ ანგარიშგასწევი ძალაა, თუმცა არ გვიყო სამწუხაროდ გრანდებთან, არ გვიყო ტოპუნებთან, თუმცა იქაც გულისწყოთა რა თქმა უნდა ძალიან დიდი იყო და განწყობა ისეთივეა ჩემი და ჩემი სტაფის და მთლიანად გუნდის, როგორც არის ნებისმიერ ქართულში და გულშემატკივარში, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ვიყავით კიდევ ერთ ოცნების აღთენასთან და კიდევ ერთ სასწაულთან, იმიტომ რომ დღესდღეობით მაინც ვთვლი, რომ საფრანგეთი, პორტუგალიის დონის გუნდების დატოვება ჯგუფში ყოველ ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით მაინც უფრო სენსაციაა, ვიდრე კანონზომიერება. თუმცა გვინდა რომ კანონზომიერება იყოს და ამისთვის ნაბიჯები იდგმება და იმედია ყველაფერი. კი, დღევანდ აი ამ 21 წამდე ნაკრების მიერ ბოლო წლებში ნათამაშები, ნაჩვენები თამაშებიდან, რამაც მე ვიტყოდი, რომ კანონზომიერება იქცა უკვე ის, რომ მაგალითად ვერავინ ვერ გეგმავს საქართველოს ნაკრებთან მოგებას და ეს უკვე ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია. პოლონეთზე ისაუბრე და აბსოლუტურად გეთანხმები, პოლონეთი ძალიან ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ იცი როგორი შტაბეშლება დამჩა, რომ ორივე ნაკრებისთვის აი სოცხოთ მნიშვნელოვანი თამაში იყო და ჩადო ორივე გუნდმა ყველაფერი. მაგრამ აქაც ერთი ძალიან პოზიტიური მომენტი დავინახე მე, რომ პოლონეთმა მართლა ყველაფერი ჩადო და ეს საისახა დარჩა ჯგუფში ჩატარებულ ორ შეხვედრაში ანგარიშებზე. განსხვავებით საქართველოს ნაკრებისგან. ეს უკვე თავიდან ბოლომდე ფსიქოლოგიური მომენტები იყო, რეალობა იყო ერთი, რომ თუ საქართველო ან პოლონეთი ჯგუფში, სადაც მათ ყავთ საფრანგეთი და პორტუგალია, მუდმივი ფავორიტები ნებისმიერ ევროში და ნებისმიერ ასაკში, ყოველთვის პირველ სამქულასთან, განსაკუთრებით პირველ თამაშის ფაქტორს თუ ავიღებთ, გეგმავენ ერთმანეთთან, როგორც ჩვენ გეგმავთ სამქულას პოლონეთთან. ისე გეგმავდა? და უფრო მეტად. და ეს ყველაფერი პოლონურ პრესასაც შეეტყო, მათ განწყობებსაც შეეტყო, მათ რეაქციებსაც შეეტყო იგივე გულშემატკივრების თავისუფლება. რეალურად პოლონეთისთვის საქართველოსთან წაგება მათ მიიღეს როგორც ძალიან დიდი დასასრული ევროპის ჩემპიონატი და ეს ყველაფერი მათ გაყვა შემდეგ ორ თამაშზე. ეს თავიდან ბოლომდე ფსიქოლოგიური ფაქტორი ჩვენთან პირიქით იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ოპერაცია მოხდა პოლონეთის დამარცხებამ, უკვე რეალური გახდა ეს ყველაფერი და ყველაზე მთავარი რეალობა შედეგიდან გამომდინარე
ჩვენი პირველი თამაში იყო, უკვე ნათელი იყო, რომ ჩვენ ბოლო ტურამდე გვქონდა გასვლის შანსი, ამიტომ ფსიქოლოგიურად ყოველთვის კარგად მოქმედებს და ეს ყველაფერი ძალიან კარგად მიდროდა და გრძელდებოდა, იგივე და ალბათ ამის მერე უკვე საფრანგეთზე გადავალთ, იგივე საფრანგეთის ბოლო წუთები. კი ბატონო, საფრანგეთის ბოლო წუთები რაც იყო მე სავსებით, არა იმიტომ ხე, ჯერ ერთ რატომაც არა, ქართველი ვარ და ჩემი ნაკრებია და ამ ხელაგზა გამოვიარე და სისხლით ხორცამდე გულშემატკივრობდი, მაგრამ დავთვლი რომ ბოლო კუთხურის მოწოდება საერთოდ შეეძლო არ მოეწოდებინა არბიტრს, თუმცა ჩავლილი ამბავი, მაგრამ მე მაინტერესებს რატომ შეცვალე შემადგენლობა პოლონეთის თამაშის შემდეგ. რეალურად შემადგენლობა შეიცვალა ორი მიზეზის გამო. პირველი ეს იყო უკვე ის სისტემური ცვლილება, რომელიც ჩვენს სისტემაში მოხდა კონკრეტულად საფრანგეთზე. ჩვენი სათამაშო სქემა საფრანგეთთან დაცვით ფაზა მოხდა თქო მხედველობაში თავიდან ბოლომდე ადაპტირებული იყო იმაზე, რომ ჩვენ დაგვეფარა და გაგვენეიტრალებინა ის საფრანგეთის ძლიერი მხარე, რაც იყო. რეალურად პირველი თამაში იყო, როდესაც ჩვენ თავიდან ბოლომდე შევცვალეთ უკვე სისტემა და ჩვენ ვითამაშეთ სამი სუფრთა გამოკვეთილი საყრდენით. რეალურად ვითამაშეთ უკვე ჩვენ 1-4-3-2-1 სისტემა, სადრე არ გამოგვიყენებია და ანალიზის შედეგად მოხდა ეს ყველაფერი, ამიტომ უკვე მოხდა ის, რომ ჩვენ რეალურად დაგვჭირდა დამატებით კიდევ ერთი საყრდენი და ავტომატურად უკვე შეტევის გაძლიერებისთვის ჩვენ შევინახეთ ორი ძალიან კრეატიული ფეხბურთელი, გუნდის ლიდერი, იგივე გიორგი აბოუშვილი და სიგუა. შევინახეთ ზუსტად იმისთვის, რომ მოხდარიყო ის, რაც საბოლოოდ მოხდა და ხდებოდა. თვალჩავდით ბოლო წუთებში უკვე საფრანგეთის თამაშის. გულიმწყდება რატომ? იმიტომ რომ ის დაგეგმილი რაც ჰქონდა რეალურად ძალიან კარგად მუშაობდა ეს ყველაფერი. საფრანგეთის განეიტრალებას რაც შეეხება და ზოგადად ესეთი გუნდებთან წარმატების მიღწევას რაც შეეხება, ხომ ჩვენც ვეცნობით ახლა იგივე ანალიტიკურ მასალებს, გულშემატკივრების რეაქციებს, ვეცნობით რა თქმა უნდა სპეციალისტების შეფასებებს. სიმართლე არის ერთი დღეს თუ ჩვენ გვინდა ვლაპარაკობთ საფრანგეთის დამარცხებაზე, იქ უნდა მოხდეს ძალიან ბევრი ფაქტორის თანხმობა და ის რო გუნდი უნდა იყოს მზად ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ტაქტიკურად ამაზე აღარ ვსაუბრობ. მაგრამ იქ აუცილებლად საფრანგეთი ყოველთვის შენზე მეტ მომენტს გააკეთებს, დღეს ჩვენ ამ რეალობაში ვართ. ეს ჩვეულებრივი მომენტია. კი ბატონო. იქ სადღაც მეკარე და გადაგვარჩინა კიდევაც. იქ სადღაც ჩვენ უნდა ჩვენი შანსები გამოვიყენოთ. ეს ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობდა ბოლო წუთებამდე და როცა განეიტრალებაზე ვსაუბრობ საფრანგეთის ძლიერი მხარის, მე აქვს ლაპარაკი მაქვს მათ ვერტიკალურ შეტევაზე, მოედნის სიღრმიდან შეტევაზე და რეალობა იყო ის, რომ ჩვენ ძალიან შევამცირეთ, მე ციფრებში შემიძლია ვთქვა, საშუალოდ თამაშზე 28% მათ თავის შეტევების მიმართულების ჰქონდა აწყობილი ვერტიკალურ შეტევაზე მოედნის ცენტრიდან. ჩვენთან თამაშზე ეს ყველაფერი იყო 2% და მე ციფრებში ვთვალე შედეგად ეს ყველაფერი. 28-დან 2%-მდე შევამცირეთ, თუმცა იმიტომ არის ის საფრანგეთი, რომ 2% გამოიყენა მაქსიმალურად და ის მეორე გოლი რომელიც გაუშვით და ვთვლი რომ ბოლო წუთების თავარი მოვლენა ჩვენთვის იყო არა მისაგრებე მეორე გაშვებული გოლი, იმიტომ რომ სულ სხვა ფსიქოლოგიური განწყობა ქონდა უკვე მოწინააღმდეგესთან ჩვენც უკვე მეორე გაშვებული გოლი შეიტანა. კი, absolutად გეთანხმები. მე არავითარ შემთხვევაში ერთი წამით არ ვიფიქრო შენსი ჩემი დამოკიდებულება შენ და მე ერთი წამით არ ვიფიქრო რომ რაღაცა ისევ არ რომ აი მინდა თუ არა რატო არ მოუგეს ეს ჩვეულებრივი არ მგონია რომ საქართველოში არსებობს ეხა ადამიანი რომელიც იტყვის იმას რომ გინდა თუ არა რამოსვანზე როგორ ვერ მოუგო საფრანგეთს და პორტუგალიას. ან ამაზე არ ვსაუბრობ, უბრალოდ ჩავლილია იქ ვიყავი თუ ადევნებდი თუოს თავისთავად ცხადია შენზე მეტად არავის არ უნდოდა რომ გუნდი ჯგუფიდან გასულიყო, მაგრამ მე დამჭა ისეთი შტაბეშტილება რამაც რომ ფეხბურთელებმა შენ ვერ შეგისრულეს პირველ ტაიმში ის დავალება რაც მიცემული ქონდა. შეიძლება ვცდები, არ ვიცი. თუ საფრანგეთის თამაშს საფრანგეთს გულისხმობ. პირველ ტაიმს გულისხმობ, დაცვით ფაზაში იდეალურად სრულდებოდა ეს ყველაფერი იყო. რამოდენიმე მომენტი ჩვენს კართან, მაგრამ ეს არ იყო ტაქტიკური დავალების არ ვერ შესრულებიდან, ეს იყო უბრალოდ დაშვებული შეცდომები, რომელიც რა თქმა უნდა არ უნდა დაგვიშვა, უკმაყოფილო ვიყავი საფრანგეთთან პირველ ნახევარში. როდესაც უკვე თუ ჩვენ შეტევაზე ვსაუბრობთ, თუმცა ჩვენ მქონდა ბურთი, აი მანდ უკვე პრობლემები მქონდა სერიოზული, განსაკუთრებით პრობლემები მქონდა უკვე ჩვენი ზონიდან ბურთის გადატანაზე მოწინააღმდეგეს ნახევარზე და ხოთაშორის ეს ყველაფერი ცვლილებებსაც შეეტყო მეორე ტაიმში, ამიტომ იმ თამაშის მოწყელების ერთ-ერთი მთავარი ჩვენი მთავარი ის რაც მოვატრიალეთ, მაგრამ ვერ მივიყვანეთ გასაგებია ლოგიკური წარდგენა ფინიშამდე, მაგრამ რომ მოვატრიალეთ ეს ორი ბურთი რომელიც გავიტანეთ და თამაში რომელიც უკვე მეორე ტაიმში წავიდა, თავიდან ბოლომდე განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენ შესვენებაზე შევძელით და ის ხარვეზი რაც ჰქონდა პირველ ტაიმში გამოვასწრეთ.
კი ბატონო, მე ანუ რატო ვთქვი ამ დავალებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩემთვის თვალშისაცემი იყო მაგალითად ის, რომ თავადაც ხაზი გაუსვი ბურთის ამოტანა ძალიან მაგრა გვიჭირდა, უჭირდა ეგოიანსაც, უჭირდა გაგნიძესაც, ლომინაძესაც და ამას ეს განპირობებული იყო იმით, რომ გვახჭობდნენ. აბსოლუტურად ყველა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში გვახჭობდნენ და ეს პირველივე წუთებიდან ასე იყო. ცვლილებებსაც შეეხეხوار, ფიქრობ, რომ შეიძლებოდა ცვლილებების გაკეთება გასახდელშივე, ვიდრე მეორე ტაიმი დაიწყებოდა. არა, იმიტომ რომ ფეხბურთელებმა მიიღეს კონკრეტული დავალება და მიიღეს კონკრეტული დრო იმისთვის, გარკვევით ღიად დათქვამი კონკრეტული დრო იმისთვის, რომ მათ შეეცვალათ ის სურათი, რომელიც აუცილებლად შესაძლებელი იყო და უბრალოდ 10, 12, 15 წუთი აქვს საუბარი, ფეხბურთელებიც უკვე მზად იყვნენ იმისთვის, ერთად გავიარეთ ეს ყველაფერი, ამიტომ არ ვთვლი, რომ თქვათ იგივე დაგვიანების მომენტი იყო ამ ცვლილებების გაკეთებაში. კი ბატონო, ხო, ტრიბუნიდან ხო იცოდა სხვანაირად ჩანს, ეს თავისთავად ცხადია, როდესაც მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, რატო არ დააყენა ის, რატო დააყენა, იმიტომ რომ ცნელზე კარგად არავინ არ იცის, ვის რა რესურსი აქვს, რა შესაძლებლობა აქვს, უბრალოდ კითხვები ჩდება, ხო, ბუნებრივია ეს შეუძლებელი. ხო, ამიტომაც არის და მე ვფიქრობ, რომ ეს და ძალიან კარგია, რომ შენ ის რესპონდენტი ხარ, რომელიც ნებისმიერ კითხვას სცემ პასუხს, მათ შორის იქ პრესკონფერენციებზე დასმულ კითხვებსაც, მაგრამ ეს გადავთ, ხო, მე ჩემი აზრი მაქვს ყველა ადამიანს თავის მოსაზრებით, მე ვფიქრობ, რომ ეგოინას მაგალითად პირველი ტაიმი ჩაუვარდა. და რა შეიცვალა თუნდაც იმით, რომ მე შეიცვალა. ჩვენ ხო რეალურად 2 გოლი გავიტანეთ თამაშებით. კი, აბსოლუტურად გეთანხმები. უბრალოდ მე ჩემ ხედვას ვამბობ ამ შემთხვევაში, მე როგორც ხედავდი, იგივე რომ მოედნის ცენტრში ძალიან გვიჭირდა ბურთის ამოტანა. თუნდაც მოტრიალება მეტოქის კარისკენ და ამის მიზეზი იყო იმათი. მიზეზი იყო საფრანგეთის ნაკრების ძალიან ინტენსიური პრესინგი, რომელიც რაც არ უნდა ძლიერი იყოს გუნდი და საფრანგეთის ნაკრები ძალიან ძლიერია. გამორიცხულია, რომ მოწინა მეტოქემ 90 წუთის განმავლობაში პრესინგი ეთამაშოს, სადღაც ისიც გაჩერდება, სადღაც ისიც დაიღლება, ამიტომ ის ყველაფერი რეალურად ათვლილი იყო იმაზე, რომ როდესაც უკვე საფრანგეთის ნაკრები შედარებით უკან დაიხევდა, უკვე მაშინ მოხდა იყო ის ცვლილება. კი ბატონო, მოდი გადავიდეთ მესამე თამაშზე. მესამე თამაში ხო, მესამე თამაშის დებიუტი ძალიან ცუდი სტარტი ჰქონდა, გულ დასაწყვეტი, აი სიმართლე გითხრა. მე იმედი მქონდა, რომ ჩვენ ძალიან ბევრს შეიძლება წაგვეგო ის თამაში, მაგრამ იმედი მქონდა, რომ როგორც საფრანგეთთან ვიჭიდავთ, ზუსტად ესე ვიჭიდავთ, როგორც პოლონეთთან ვიჭიდავთ ის. აი მესამე წუთზე მომხდარმა ამბავმა პრაქტიკულად ჩამოანგრია ყოველ შემთხვევაში გულშემატკივრებში ყველაფერი. მე მინდა კითხო ერთი რამ, რას შეიძლება ეს რომ მივაწეროთ, რაც თქვათ აი ის ვარდნა, რომელიც აბსოლუტურად არაფერში საჭირო არ იყო, მე ვაბრალებ ადრენალინის მოზღვავებას, მაგრამ ბევრ ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჩვენ და იყო კიდევაც მსჯელობა მეც მესმოდა გავეცანი ბევრ ამას, იგივე პირადი საუბრები, იგივე ყველაფერი, თუმცა ხშირად ჩვენ გვიყვარს გართულება ძალიან ბევრი საკითხის და მე ამ საკითხს უყურებ სულ სხვანაირად, ეს იყო უბრალოდ შემთხვევა, რომელიც შეიძლება დაიმართოს ნებისმიერ ფეხბურთელს. შეიძლება ნაკლებად დაიმართოს უფრო გამოცდილ ფეხბურთელს და ყოფილა კიდევაც ეგეთი შემთხვევები, თუმცა ანალოგიურად შემიძლია გავიხსენო ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები, რომელსაც უარესი რაღაც გაუკეთებიათ უკვე თამაშის დროს. ეს ერთი, რაც შეეხება უკვე შემთხვევას და მეორე აუცილებლად ადრენალინი ყველას აწეული ქონდა. თვითონ ოდიშარი არ არის ის ტიპაჟი, რომელსაც ახასიათებდეს ეს რაღაცები. ხო, მაგიტომ სხვა ინდივიდი რომ ყოფილიყო, ცოტა სხვა ხასიათით. შეიძლება კიდევ უფრო მეტი გვემშალა ამ თემაზე. თვითონ ოდიშარი არ არის ის ფეხბურთელი, მაგრამ უბრალოდ შემთხვევა, ფეხბურთია, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და თუ სუფთა საფეხბურთოზე მივალთ, ხო? ეს არის ის თამაშის სისწრაფე, რაც სამწუხაროდ ჩვენთან შედარებით ძალიან ბევრი აქვს იგივე ტოპ გუნდებს და ეს არის ის უსწრაფესად გამოწეული ის ბურთი, რომელიც კონკრეტულად საფრანგეთის პორტუგალიის ნაკრების მარცხენა მცველმა იმ მომენტში გააკეთა. როდესაც მე ტემპში სხვაობაზე ვლაპარაკობ, თამაშის ინტენსივობაზე ვლაპარაკობ, ეს არ არის მარტო აღებული და ეს უბრალოდ სიტყვები, ეს არის თითოეული დეტალი, თითოეული კონკრეტული მომენტი იმ კონკრეტულ სიტუაციაში მომხდარი. აი ეს არის აქ ყველაფრის პასუხი რა. ხო, აი მაგიტომაც კითხე ზუსტად ადრენალინის თემა, იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ იყო მესამე წუთი თამაშის დებიუტი და შესაბამისად ეხა ის რო შეგნებულად არ იყო გაკეთებული თავისთავად ცხადია, უბრალოდ გამოვდივარ იქიდან, რომ ამის აბსოლუტურად არანაირი საჭიროება არ იყო მით უმეტეს მეტოქის საჯარიმოსთან. აი ზუსტად აი ამაზე მინდოდა შენი კომენტარი მომესმინა. რა თქმა უნდა, მაგის საჭიროება არ იყო ეს ერთი, მე არაერთხელ მithქვამს და კიდევ ერთხელ განმეორდები. განსხვავებით ტოპ ქვეყანას საფეხბურთოს რა განასხვავებს იგივე თუნდაც
განვითარებადი ან მეორე ეშელონის საფეხბურთო ეშელონების რა თქმა უნდა ქვეყნებისგან, ხო? მათ ყავთ ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ ძალიან მაღალ დონეზე. ძალიან მაღალი დონე ნიშნავს ძალიან დიდ გამოცდილებას, ძალიან მაღალ ინტენსივობას და პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ის ფეხბურთელს ნაკრებში მოდის, ის არის უკვე მზად ნებისმიერი სიტუაციისთვის, რომელიც მას შეიძლება დახვდეს მოედანზე. იგივე ბოლოწუთების ფაქტორი, საფრანგეთის თამაში რო ავიღოთ, ესეც გამოცდილებაა რეალურად. რა თქმა უნდა. და განსხვავებით ჩვენგან ის ფეხბურთელები საკუთარ კლუბებში იძრენ ამ გამოცდილებას. ჩვენ ესეთი დონის გამოცდილებას, იმიტომ რომ ეს სხვა დონის თამაშია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის თამაშია, ძალიან დიდი წნეხის ქვეშ და ჩვენ ამ გამოცდილებას ჯერჯერობით მხოლოდ ვიძენთ სანაკრებო შეკრებებზე და ევროპის ჩემპიონატებზე. მაგიტომ ვიძახი რომ ჩვენი ყოველ წელს ევროპაზე მოხვედრა და იქ ტოპ გუნდების და ტოპ ქვეყნების დატოვება ჯგუფში ეს კანონზომიერებაზე უფრო იქნება უდიდესი შრომის შედეგი და მაინც მოინათლება სენსაციად იგივე თუნდაც ევროპულ წრეებში სპეციალისტებში და ყველგან, იმიტომ რომ ეს კანონზომიერება ჩვენ არ აქვს და დრო გჭირდება იმის რომ მივიდეთ აი ამ კანონზომიერებამდე. აი ეს არის მოკლე პასუხი იმ ყველაფერზე, რაც შეეხება გამოცდილებას, რაც შეეხება თითოეულ ეპიზოდის შეფასებას. ბოლო წუთების საფრანგეთთან, ოდიშარეს ეპიზოდის შეფასებას, განსხვავებული სისტრაფეები, განსხვავებული წნეხი, აწეული ადრენალინი კი ბატონო, მოგესალმა რა თქმა უნდა ვერ იქნებოდა და მაგრამ საერთო ჯამში ეს ყველაფერი არის უკვე იმის შედეგი და იმიტომ არსებობს რეალურად ახალგაზრდული ნაკრები და მაგიტომ ქვია ახალგაზრდული ნაკრები, რომ აქ მოხდეს მაგ ყველაფერს გავლა და უკვე ეროვნულში ეს ფეხბურთელი მივიდეს უკვე სულ სხვანაირი და ამის ნათელი მაგალითები სხვა ქვეყნებიდან თუ უნდა გადმოვიღოთ ყველასგან რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ თავს გვაქვს ყველაფერი. იგივე თუნდაც წინა ევრო წაგებული პენდელების სერია ერთ შემდეგ ძალიან მალე ეროვნულის მოგებული სერია თერთმეტმეტრიანების და ჩვენი მოგებული ხორვატიაში. აი ეს არის პასუხები ამ კითხვაზე. კი ბატონო, ძალიან კარგი. მე მიხარია, იმიტომაც სიამოვნებ შენთან საუბარი, რომ ყველაფერზე ვიღებ პასუხს, რა კითხვაც არ უნდა მქონდეს და შესაბამისად კარგია, როდესაც აი ამ დიალოგის რეჟიმში ვართ, რახან შენ ეროვნულთან გაავლე პარალელი აუცილებლად მინდა კითხო. არ მინდა კონკრეტიკა, რა საკვირველია, მაგრამ შენი ნაკრებიდან, რომელმაც ევრო ითამაშა სულ ახლახანს, ხედავ თუ არა რამდენიმე ფეხბურთელს, რომელიც მოირგებს ეროვნულის მაისურს და იქნება სტაბილურად ეროვნულ ნაკრებში. ჩვენი თავარი ამოცანა სუსტად ეგ არის, ჩვენ თუ ლაპარაკობთ ახალგაზრდული სექტორის და ფეხბურთის განვითარებაზე, შედეგები ყოველთვის გჭირდება, შედეგები ქვეყანას გჭირდება, შედეგები თაობებს გჭირდება, შედეგები მენტალიტეტს გჭირდება, თუმცა თავარი ამოცანა ყოველთვის რჩება ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ფეხბურთელმა გაეროს ის გზა, რომ საბოლოო ჯამში ლოგიკურ დასრულდა. მივიდეს ეს ლოგიკურ დასრული და ყველაზე მაღალი მწვერვალი, რა თქმა უნდა, არის ეროვნული ნაკრები, ხედავ, არა მარტო მე, ძალიან ბევრი ხედავს, უბრალოდ ერთია თუ ისი პოტენციალი აქვს ამა თუ იმ ფეხბურთელს, მე ხა ამ შემთხვევაში არ გულისხმობ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც უკვე მოიაზრებიან და არიან ეროვნული ნაკრების წევრები, ნაკრების სიახლეებზე მოგსაუბარი. დანარჩენი ყველაფერი უკვე დამოკიდებული იქნება მათ შემდგომ ნაბიჯებზე, კლუბებში, კარიერულ ნაბიჯებზე, თუ რა დონეზე ითამაშებენ, იმიტომ რომ ვერ მოხდება მარტო ევროდან შეფასება იმისი, თუ ეროვნული ნაკრების შეკრებაზე სექტემბერი იქნება, ოქტომბერი თუ ნოემბერი, რომ აი ევროზე ითამაშა კარგად, ესე ვერ მოხდება, ეს ფეხბურთში ესე არ ხდება. ფეხბურთში ყველაზე მთავარი მომენტი არის ის, რომ კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტულად ევროს რაც შეეხება, იქ რა თქმა უნდა იყო, ვილიც იქ იყო, სტაფიც იქ იყო, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოსული, ჩაინიშნავდნენ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ, რომ მონიშნული აქვს ფეხბურთელები, ვიწყებთ ინტერესის სფეროში შევიდა, დანარჩენი იმ ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული, რომ აი ეს 2-3 თვე რაც ახლა ევროდან შეკრებამდეა, რომ ისე გავლონ, რომ დაიმსახურონ ნაკრებში მოხვედრა. კი, არ მინდოდა ეს კონკრეტიკაზე მესაუბრა, მაგრამ ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე აუცილებლად უნდა კითხო, მით უმეტეს რომ ჩვენ საუბრის დასაწყისში შენ ხაზი გაუსვი, რომ მართლა წარმოუდგენელია, რომ ერთ პოზიციაზე ამხელა და თუნდაც ერთ ამპლუაში ამხელა პრობლემებით ჩახვიდე ევროპირველობაზე და იქ კიდე ვიღაცებმა რაღაცეები ილაპარაკონ, რატო არ მოუგე საფრანგეთს, რატო არ მოუგე პორტუგალს. ეს გადადებული თემა. საბაზე მინდა კითხო საზონოზე, რა საკვირველია ადამიანი, რომელსაც პრაქტიკულად ერთი წელი ნათამაშები არ ქონდა, გამოვიდა და ორი თამაში, 2.90 წუთი თავიდან ბოლომდე, რაც კი გააჩნდა ყველაფერი დადო მოედანს. რაც შეეხება საბას, თავიდან ბოლომდე ეს არ იყო სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება, არც საბას მხრიდან და არც ჩვენი მხრიდან, თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი კომუნიკაციის შემდეგ, რა თქმა უნდა, გააზრებული ქონდა, გათვითცნობიერებული ქონდა, ერთმანეთშიც ნასაუბრები ქონდა, საბას რეალურად ჩემგან ქონდა იმის უფლებაც, რომ ნებისმიერ მომენტში მას
ეთქვა რომ მე მეტი არ შემიძლია და ჩვენის უნდა შეგვეცვალა. და ალბათ თქვენც დააკვირდებოდით რომ ჩვენ ყოველთვის ერთ ცვლილებას სულ ბოლოში ვნახავდით იმისთვის რომ ეს ყველაფერი არ მოხდარიყო. ეს უკვე იყო თავიდან ბოლომდე საბას გადაწყვეტილება. თავიდან ბოლომდე იყო ყველაფერი საბაზე დამოკიდებული და თუმცა მან ამავე დროს იცოდა ის რომ ის ამ მომენტში ჭირდებოდა თავის ნაკრებს, თავის ქვეყანას, თავის გულშემატკივარს, გუნდს ჭირდებოდა, ფეხბურთელებს ჩვენ გვჭირდებოდა ყველას მის თამაში და მან რეალურად რისკის ქვეშ დააყენა ძალიან ბევრი საკითხი და პირველ რიგში თავის ჯანმრთელობა, ამისთვის რა თქმა უნდა საბას ყველას მხრიდან ეკუთვნის. მადლობა არა იმიტომ რომ მან თავის ქვეყნის ნაკრებში თამაშს, თავის ქვეყნის ნაკრებში. ყველამ უნდა ითამაშოს, ჩვეულებრივი მომენტია, ეს არის განიხილება საერთოდ, თუმცა ამას ისეთი წინაპირობები ქონდა რომ ძალიან ბევრი მის ადგილზე ამ ყველაფერს არ გააკეთებდა. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაფერი მას დაუფასდება ცხოვრებაში, ესევე დაუფასდება, რა თქმა უნდა. ჩვენგანაც ეს ყველაფერი საერთო ჯამში ის რეალურად საკუთარ თავს გადაახდა, იმიტომ რომ ურთულესია ეს ყველაფერი, ურთულესია მე აქ არ მგზავრობ მარტო ფიზიკურ ფორმაზე, თვითონ ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია რომ ამ ხელა ტრამვის შემდეგ შენ გამოდიხარ და ის შიშის ფაქტორიც, რომელიც აი მე თვითონ 3 ოპერაცია მაქვს იგივე გაკეთებული, რაც საბას აქვს გაკეთებული და ძალიან კარგად ვიცი თუ რასთან არის და რა ფიქრებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, ამიტომ ის საკუთარ თავს გადაახდა, ის ძალიან დაგვეხმარა ამ ყველაფერში. და რა თქმა უნდა ძალიან დიდი პატივისცემა მას ამ ყველაფერს. აბსოლუტურად გეთანხმები და მე იქიდან ჩართოს, ოდესაც ვაკეთებდი, სულ ვამბობდი პირველი 2 თამაშის შემდეგ, რომ საზონოვის საქციელი და მოყვები აბსოლუტურად იმიტომ კი არა, რომ საქართველოს ნაკრების მაისური ჩაიცვა და გამოვიდა, არა, ეგ ვალდებულებაა ყველა იმ ფეხბურთელის, ვისაც მაგის შანსი ეძლევა და იოცნებეთ თითოეულმა თქვენგანმა, რომ ჩაიცვათ და მოირგოთ საქართველოს ნაკრების მაისური, უბრალოდ იმიტომ, რაც მან გააკეთა და მე ვთვლი, რომ პრაქტიკულად ნახევრაჯამთელი იყო, ხო, მოდი ასე ვთქვა და ის ფაქტორები, რომელსაც შენ ხაზი გაუსვი, რამას შიშის ფაქტორი ძალიან რთულია, იმიტომ რომ სულ იმის ფიქრში ხარ, შეიძლება გაგიმეორდეს და დაგემართოს ანალოგიური და რა თქმა უნდა, ამიტომ ბევრი ვილაპარაკეთ და კი ბატონო. ყოველთვის პატივისცემა. აბსოლუტურად გეთანხმები. კი, და განსაკუთრებით რატო დავსვი ეს კითხვა და რატო დაგისვი შენ, იმიტომ რომ წვნელისგან ამ საკითხზე მოსაზრება და შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ფეხბურთელისთვის და ამავდროულად იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი და ოცნებობენ ნაკრების მაისურის მორგებას. კარგი, ჩავამთავრეთ ეს ევროპის ჩემპიონატი, მე ვფიქრობ, რომ სამივე თამაშზე კარგად ვისაუბრეთ, მე რა კითხვებიც მქონდა იგივე დაგვიანებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, იგივე ზოგადად შემადგენლობის შესვლასთან დაკავშირებით, მე ამ კითხვებზე პასუხი მივიღე და მოდი წავიწიოთ ცოტა წინ ძალიან რთული პერიოდი გველის ეხა ყველას და განსაკუთრებით შენ სტაფს გამომდინარე იქიდან რეალურად თაობათაც ვაგვაქვს პრაქტიკულად სექტემბერს უნდა შეხვდე ახალი გუნდით და ისე გიწევს რომ ყოველგვარი არ ვიცი ეხა დაგეგმავ თუ არა შეკრებებს ამ ხანაგურებს ამის დრო თუ არის ფიზიკურად არ ვიცი მაგრამ რეალურად შესარჩევში ჩართვა გიწევს პრაქტიკულად ნოლიდან რთულია, ურთულესია გეთანხმები, თუმცა ამავე დროს აზარტული და ძალიან სასიამოვნო. აქაც იგივე თქმა პირველი ვიტყვი იმას, რომ ვერ მოხერხდება შეკრება, მანამ სანამ არ იქნება UEFA-ს ოფიციალური ფანჯარა, ჩვენ თავიდან ბოლომდე UEFA-ს ფანჯარაზე ვართ დამოკიდებული და ეს ფანჯარა პირველი გუწევს სექტემბერში და არის ოფიციალური თამაში. ჩრდილოეთ ირლანდიას მასპინძლობს. გამოვრიცხეთ ეს ამბავი. რა თქმა უნდა, ეხლა რაც შეეხება უკვე ზოგადად მიზნებს და იმ ყველაფერს თუ როგორ ხედავ მე უკვე ამ ახალი თაობის შერწყმას რა თქმა უნდა რაც შეეხება ეხა აქაც იგივეს გავმეორდები და ვიტყვი რომ აქაც არაფერი არ შეიცვლება თავარი მიზანი ჩემი როგორც თავარი მცდელის ჩემი გუნდის სამწლოვანო შემადგენლობა სხვადასხვაში არის ის რომ ჩვენ შევძლოთ და მივიღოთ მაქსიმუმი იმ თაობისგან და იმ ფეხბურთელებისგან რომელიც ჩვენთან მოვა ეს იქნება ნომერ პირველი ამოცანა, ამის შემდეგ უკვე ამოცანა, ეს თავარი ამოცანა. ეხლა კონკრეტული ამოცანა. კონკრეტულ ამოცანას რაც შეეხება, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, პირველივე შეკრებაზე და დრო ძალიან ცოტაა, მაგრამ უნდა მივახცევთ ამ ყველაფერს, ეს არის ის, რომ ძალიან სწრაფად მიუხედავად ფეხბურთელების და ინდივიდების მასიური ცვლილებისა, ჩვენ მივიღოთ ის სახე, ის იდენტობა და ის მენტალური მხარე ჩვენ და ის სათამაშო ფილოსოფია, რაც ესე ჭარბად იყო ბოლო ორ თაობას თუ ავიღებთ მხედველობაში. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა.
აი ამ ამოცანის მიღების და სწორად გადაწყვეტის და სწრაფად გადაწყვეტის შემდეგ უკვე მე ვილაპარაკებ კონკრეტულ მიზნებზე, თუ რა იქნება ჩვენი კონკრეტული მიზნები ევროპის შესარჩევში. თუმცა, როცა მენტალობაზე ვსაუბრობ, ერთი რამე არის უცვლელი, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მიუხედავად იმისა, თუ როგორ მორჩება ეს თამაში როგორ მორჩება არავინ არ იცის. ყველა თამაში უნდა გადიოდეს, ვისთანაც არ უნდა თამაშობდეს იმ მენტალიტეტით, რომ ყველა თამაში არის მოსაგები, ეს არის ამოსავალი წერტილი და ამ ყველაფერს გამოვიყენებ ჩვენ პირველობაში. კი ბატონო, რამდენჯერმე მიზანი ახსენე და მიზნის მიღწევა სჭირდება რესურსი, რესურსზე მინდა კითხო. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი შენ ეს არა მარტო ამ ევროპის ჩემპიონატის დასრულებას ელოდი, რომ ამ რესურსზე გადაგეხე და ვიცი რომ წლების განმავლობაში ყველა ასაკობრივს ადევნებ თვალს. რესურსი, რამას. არის თუ არ არის რესურსი? რესურს რაც შეეხება, ვთვლი რომ საქართველოში ჩვენ როცა ვსაუბრობთ რესურსზე, მივდივართ ნიჭიერ ფეხბურთელს. რა თქმა უნდა. შემსრულებლები ამ შემთხვევაში. საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელების პრობლემა არასდროს არ იყო, მე ესე ვთვლი. და არ იქნება არც ამ თაობაში. თუმცა არ უნდა აგვეროს ერთმანეთთან ნიჭი და კონკრეტული მზადება და კონკრეტული მზადყოფნაში ყოფნა იმ მომენტში შესაძლებლობა. ერთია თუ რა უნარებს ფლობ შენ როგორც ნიჭიერი ფეხბურთელი და მეორეა თუ როგორ გამოიყურები კონკრეტულ ამ თუ იმ სიტუაციაში. აი ეს თუ როგორ გამოიყურება ეს ნიჭიერი ხალხი ამ თუ იმ სიტუაციაში, ამაზე პასუხები მეც უნდა მივიღო. უნდა მივიღო ძალიან სწრაფად, უნდა მივიღო პირველივე შეკრებაში და სწორედ ამიტომ თქვი ის რომ პირველი შეკრების მერე უკვე ფართო სურათი იქნება ეს ყველაფერი უკვე ჩემთვისაც დანახული და ნამდვილად არაფერს დამალვას არ ვაპირებ და მეც ფართო საზოგადოებას ამ ყველაფერს ვეტყვი. მოგლედ ხვდებით თუ არა ალბანეთში და სერბეთში? ყოველ შემთხვევაში მიზანი ჩვენი ეს იქნება უბრალოდ სხვანაირად უკვე სხვანაირად ძალიან გამიჭირდება სხვა პასუხის გაცემა და რატომ? იმიტომ რომ მე ვარ დღეს იმ გუნდის წველი, იმ ქვეყნის ნაკრების წველი, რომელმაც ბოლო 2 ევროპის ჩემპიონატი ითამაშა სხვათაშორის ჩემს და ჩვენს ხელში, ახალგაზრდული ევრო ითამაშა, ამიტომ ახლა რეალურად მე ვიცი რომ თამაშა ძალიან აწეულია. ეს თამაშაც რომ აწეულია, არ თუ ცოტა ამაში, არ ჩემი და არ ჩემი სამწუხარო შემოქმედების წვილი. ცოტა ნამდვილად არ არის, ვფიქრობ რომ ძალიან ბევრია იგივე ფეხბურთელების, იგივე მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის დიდი შემადგენლობის იმ ხალხის ვინ ჩართულია ამ ყველაფერში, ერთობლივად ხდება ეს ყველაფერი, ამიტომ ამ ყველაფრის შემდეგ ვერავინ ვერ იტყვის ვერც მე და ვერც ის წველი, რომელიც ჩემ შემდეგ იქნება უკვე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავარი წველი, რომ ის აღარ იბრძოლებს ამისთვის. მაგრამ ერთია რომ აუცილებლად უნდა გახვიდე და მეორეა ის რომ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ჩვენ გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე ამ ორ შორის სერიოზული სხვაობა. ანუ მიმღებლობაში გულშემატკივრებში ხომ სხვადასხვა რაღაცა ერთი რაც შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ჩვენ მოხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატი ესეთი ფორუმია მარტო ჩვენ არა ბევრი დიდი გუნდი რჩება მიღმა რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ გზად რომ ვიბრძოლოთ ამ ყველაფერს კი ბრძოლას შენი ნაკრებისგან შენი პირადად შენი კონკრეტული ნაკრებისგან შეჩვეულები ვართ ხო და ამიტომ შესაბამისად თამასაც თქვი და თამასაც ჩვეულებრივი მოვლენაა ეგ რა შეგვაჩვიე და ეხა ვითხოვთ ჩვენს და აქვე რახან წვლილი ჩამოთვალე მე ძალიან მინდა რომ ჩემი კოლეგების წვლილი აღნიშნო ჟურნალისტების სპორტული ჟურნალისტების იმიტომ რომ მართლა აი ხალხმა ძალიან ბევრი გაიგო იმისთვის რომ ჩამოსულიყო სლოვაკეთში ევროპის კონფერენციაზე ზუსტად მაგიტომაც გადაუხადა მაგიტომ მათგანს უწრფელად მიხარია ის ფაქტი რომ საქართველოს ფეხბურთს ყოველთვის თამაშობდნენ, ყოველთვის იყო კარგი ფეხბურთელები, კარგი მწვრთნელები, პრესა, ძალიან კარგი ჟურნალისტები, ყველაფერი შუქდებოდა, ქონდა წყვეტა სერიოზული და ეს ბოლო წლები რო ავიღოთ, ხო ხა მესამე ევროპაზე ვიყავით ერთად, გულშემატკივრებიც, ჟურნალისტებიც, მეც იქ ვიყავი, ფეხბურთელებიც, მწვრთნელებიც, და მთელი საფეხბურთო ჩვენი სამყარო ქართული, მესამე ევროპაზე ვიყავით ერთად და ეს არ არის პატარა საქმე და ყველაზე მთავარი და კარგი ამ ყველაფერში ის არის, რომ ევროდან ევრომდე, როგორც მწვრთნელები ვიზრდებით, როგორც ფეხბურთელები ვიზრდებიან, ზუსტად ისე იზრდება სპორტული ჟურნალისტიკა, ჩვენ ეს არის თვალშისაცემი, არ შეიძლება ეს არის ზუსტად ეს გაზრდას იმ რატო ვიცახი, იმიტომ რომ უკვე ყველამ ჩვენ თავზე გამოცდილდა ეს ყველაფერი. ჩვენ უკვე აღარ ცხოვრობთ აღარ უყურებთ მხოლოდ ესპანეთის ნაკრების პრეს კონფერენციებს იტალიის ან ვიღაცის არ გულშემატკივრობთ სხვა ნაკრებებს ჩვენი ყავს და ყველაზე მთავარი რეალურად დღეს რაც ხდება მაინც ის გონია რომ აი ესე ერთობლივად ყველამ ზრდა გავაგზავნოთ რომ ეს ყველაფერი ძალიან ხშირი იყოს ჩვენ ცხოვრებაში. ერთს გავიხსენებ რახან ახლა შენ ეს თქვი იყო დრო როდესაც არ აინტერესებდათ ქართველი მწვრთნელების პრეს კონფერენცია და აინტერესებდათ სხვა გუნდების მწვრთნელების პრეს კონფერენცია. ისე ჩვენთან ბევრია ნამყოფი ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, იტალია
მაგრამ დღეს სხვა რეალობის წინაშე ვარ. დღეს პირადად ჩემთვის ქართველი მწვრთნელის პრესკონფერენცია, წინა სამატჩო პრესკონფერენცია და უკვე შემდგომი პრესკონფერენციაც მაშინ შემდგომი უფრო საინტერესოა ვიდრე ნებისმიერი სხვა ნაკრების და მადლობა ჯერ შენ ამისთვის ახანაკ ხარ და მადლობა ზოგადად ყველა იმ ფეხბურთელს, შენი სტაფის წევრებს, არა მარტო თქვენ ასაკობრივზე საუბრობ, 21 წლამდელებზე, არამედ ყველა ასაკობრივზე და ეროვნულზეც და მადლობა დღევანდელი პასუხებისთვის, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა ამ ინტერვიუს განხორციელება და წარმატებას გისურვებ. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა იყოს, რანაირადაც არ უნდა იყოს, ჩვენ ყოველ შემთხვევაში სულ შევეცდებით, რომ ვიყოთ თქვენ გვერდში, ანუ გვერდში გულისხმობ გაშუქების კუთხით და სადაც შესაძლებელი იქნება, შეგაქებთ და დაგიკრავთ და კითხვებსაც დავსვათ. შესაბამისად სხვანაირად საქმე სოფელი ვერ აშენდება რა. იმიტომ არსებობს რომ მას პასუხები გაეცეს. აბსოლუტურად გეთანხმები. ამიტომაც მიყვარს შენთან ინტერვიუს გაკეთებ. მადლობა დიდი. რამაზ სვანაძე, საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა. არ ვიცი სხვა ჟურნალისტებს ქონდა თუ არა ანალოგიური კითხვები. თუმცა ერთი ვიცი რომ გულშემატკივარს ის კითხვები რომელიც ჩვენ დავსვით, გულშემატკივრებისთვისაც ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იყო. და მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, თუმცა ვიდრე დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ჩვენი არხის გენერალური სპონსორია ლიდერ სპორტი, სპონსორია კომპანია ლაგი და სპონსორია კომპანია ვიტამინი. მადლობა მათაც, რასაკვირველია რომ ჩვენს გვერდში არიან და გვაძლევენ იმის საშუალებას რომ თუნდაც ვანხორციელოთ აი ასეთი საინტერესო ინტერვიუები საქართველოს ნაკრების მწვრთნელებთან, სპორტსმენებთან და ასე შემდეგ. არ დაიზაროთ, გამოიწერეთ YouTube-ზე ჩვენი არხი დვალიშვილთან, გამოგყვებით ბევრ საინტერესო ინტერვიუს და ექსკლუზიურ მასალას ნახოთ. მომავალ ეპიზოდამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.